ძულილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ამოქმედება ერთმანეთისგან განსხვავებული გამოხმაურებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. გას, რა თქმა უნდა, საქართველოს წესრიგში ეს კონკრეტული ოცნების გამოცხადებული თემა, თუმცა აქ უნდა ვახსენოთ, რომ ქვეყანაში პირველი თუ ვინმე სიძულვილის ენას ახალისებს და სიძულვილის ენის ავტორი არის, ეს არის თავად ოცნები. შესაბამისად, ჩვენი პარტია ყოველთვის შორს იყო მსგავსი ქმედებებისგან, სიძულვილის ენისგან, სხვის ღვანძღვიზას და ასე შემდეგ და ჩვენ დღესაც მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიძულვილის ენა, რა თქმა უნდა, დავგმოთ, არ არის საჭირო განსაკუთრებით პოლიტიკაში. ის ვინც ირჩევს სიძულვილის ენას, რა თქმა უნდა, სინამდვილეში ამჯობინებს ოპონირებაში ზიზღს, ძალადობას და უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს. ჩვენ ხედავთ მას შემდეგ, რაც დაანონსდა შესაბამისი სამსახური შექმნა, რა რეაქცია ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც სიზღი და სიძულვილი საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის ნიშნად აქციეს. ჩვენი ვალდებულება არის, რომ გავწმენდოთ ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან და დარწმუნებული ვარ თავის საქმიანობაში ეს სამსახური იქნება წარმატებული და ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობებს და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას.